ელენე ხოშტარია ოპოზიციისგან ერთიანი და მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ელოდება, რას აპირებენ თვითმმართველობის არჩევნებზე. როგორც ის მთავარის ეთერში ამბობს, ამის შემდეგ გადაწყვეტს შეწყვეტს თუ არა შიმშილობას. პროდასალურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მკაფიოდ შემოიტანონ სიცხადე, რა არის მათი სტრატეგია ბრძოლის. დააფიქსიროს ყველამ და ამის მიხედვით მე თვითონ გადავწყვეტავ შიმშილობაზე რა გავაკეთო. საქართველოს დადექი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ მოძრაობა გადაკეტილია, დამონტაჟებულია სცენაც, საიდანაც აქციის მონაწილეებს სალომე ზურაბიშვილი მიმართავს. გადაწყვეტილება, როდის დაბრუნდება გიორგი გახარიას საქართველოში მიღებული არ არის ბევრი ფაქტორის გამო, ამბობს გახარიას საქართველოსთვის წევრი ზაზა თავაძე. გახარია გერმანიაში იმყოფება. წულუკიანმა ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე ის კიდევ ერთხელ 2 ივლისისთვის დაიბარა. ოცნება გახარიას დისტანციურად ჩართვაზე უარს ამბობს და კომისიაზე მის ფიზიკურ გამოცხადებას მოითხოვს. ირანის ბირთვული პროგრამა ისე განადგურდა, როგორც აქამდე არავის უნახავს, აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი. 3 ძირითადი ბირთვული ობიექტის დაბომბვიდან 1 კვირის შემდეგ ტრამპი ამბობს, რომ ეს ირანის ბირთვული ამბიციების დასასრულია. მისივე თქმით, თეირანს ბირთვული იარაღის შექმნამდე კვირები აშორებდა.